მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სასიამოვნო ინფორმაციით მოვედი. მინდა მოგახსენოთ, რომ 2025 წლის 2 ივნისს კინოსახლში, საკონფერენციო კინოდარბაზში, ქალაქ თბილისში, ძმები კაკაბაძეების 2 ნომერში ჩატარდება ქალბატონ ქეთი სესიაშვილის, ჟურნალისტის, ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებლის დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ჩემი საქართველოს, ჩემი პრეზიდენტი“. ფილმი ეძღვნება საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნათელ ხსოვნას. ეს ფილმი გადაღებულია ცოტა უფრო ადრე. ეს არ არის პრემიერა, მაგრამ ამ ფილმის სახალხო კინოჩვენება გადაწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხოთ ერის გაძლიერება და ერში გავაღვიძოთ ის სულიერი მუხტი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ზვიად გამსახურდიამ საქართველოში გააღვივა. ამიტომ ყველა თქვენგანს გეპატიჟებით ამ კინოჩვენებაზე, ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, მობრძანდით, კინოჩვენება სრულიად უფასოა. და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ყოველი ქართველი ერისშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ნახვა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჩვენი წარსულის იდეადის და იმ გზის გახსენება, რომელიც ბატონ ზვიად გამსახურდიამ დაგვისახა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ესეთი არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დაეხმარა. გელოდებით. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საერთაშორისო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა.